ყველაფერი ის რაც მკლავს მე მაძლიერებს. ასე თქვა ნიცემ. მაგრამ მერე გაგიჟდა. ხოლო მერე მოკვდა. რადგან ეს ძალიან ლამაზი სიტყვებია და არ შეესაბამება სიმართლეს. ყველაფერი რაც არ კლავს, მაშინვე კლავს ნელა-ნელა. შეუმჩნევლად. ის კლავს ჩვენს სიკეთეს, ნდობას, სინაზეს და გულწრფელობას. გახსნილობა, კეთილშობილება, ნათელი თვალები და თბილი გული. მოტყუება, ღალატი, სისასტიკე, ომადურობა, სიმდაბლე, უსამართლობა შეიძლება მაშინვე არ მოჰკლას, მაგრამ წვეთზე რაღაც დროის შემდეგ კი გაუძლებ, მოვითბენ, ჭრილობაც შეხორცდება, მაგრამ შრამი დარჩება. შრამი უხეში კანით. და ასე თან გაიზრდება ეს უხეში კანი. ისე რომ ვერც კი შეამჩნევ. როგორ მოხდა ეს? და რაც თავარია, შენ შეგიძლია საკუთარი თავი არ უგეშო რომ მე გავძლიერდი. დიახ, მაგრამ ჩემს სულში კიდევ ერთი ძაფი გაწყდა. კიდევ ერთი ბროლის ზარი გაჩუმდა. იქ რაღაც ან ვინმე მოკვდა სულში. კარგი ფერია თუ პატარა ანგელოზი, რომლებიც ჩვენი ნაწილი იყო. მაგრამ შენ უკვე ზუსტად იცი თუ როგორ უპასუხო დარტყმას, როგორ სასტიკ სიტყვებს, როგორ უნდა დაუბრუნო ხურდა საჭიროების შემთხვევაში. შენ ზუსტად იცი რომ მათ შეუძლიათ დაგარტყან. ისე უმიზეზოდ, ან მადლიერების ნაცვლად და საერთოდ არც კი გაგიკვირდება მიჩვეული ხარ, რადგან შენ ისწავლე მოთმენა ან თავის დაცვა. მაგრამ ყოველი დარტყმით, ღალატით, იმედგაცრუებით რაღაცას კარგავ შეუქცევაც. ის სამუდამოდ მიდის და კვდება და შენ გაძლიერდები. დიახ, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი თვისებების დანაკარგის ხარჯზე. თვისებების, რომლებიც გეუბნება იმ პროცესებზე, განცდებზე ან ჩვევებზე, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება, ისე რომ ვერც ვაცნობიერებთ მათ დესტრუქციულობას. გადაუმუშავებელი ემოციები, გულში ჩახშობილი ტკივილი, სიბრაზე, შიში ან დანაკარგი, რომლებიც დროთა განმავლობაში გროვდება და ფარულად შლის პიროვნებას შიგნიდან. ტოქსიკური ურთიერთობები, კავშირები, რომლებიც თითქოს ნორმალურია, მაგრამ თანდათან ანგრევს ადამიანის თვითშეფასებას და თავისუფლებას. შინაგანი ხმები და საკუთარი შინაგანი კრიტიკოსი. ის ხმა, რომელიც ჩაგრავს შიგნიდან. შენ არაფრად არ ვარგი ხარ, სხვა უკეთესია, არასწორად იქცევი. დროის გაფლანგვა და ავტომატიზირებული ცხოვრება, როცა ადამიანი რობოტულად ცხოვრობს, ყოველ დილას ერთნაირად იღვიძებს, აკეთებს ერთსა და იმავე საქმეს და არ უსმენს საკუთარ სულს. რა მინდა სინამდვილეში. უვარგისი რწმენები და ეგზისტენციალური სიცარიელე. მორწმუნეობა იმაში, რომ ბედნიერება არ გეკუთვნის, ან ცხოვრებას აზრი არ აქვს. ეს ყველაფერი იმ ტიპის ძალებია, რომლებიც არ ჩანს, მაგრამ მოქმედებს. ისინი ნელ-ნელა გკლავენ, მაგრამ არა სხეულებრივად, სულიერად, ემოციურად და ენერგეტიკულად. რა არის ის, რაც გკლავს შეუმჩნევლად? ქრონიკული სტრესი და ფსიქოსომატიკური სტრესი, რომელიც ნელა-ნელა გროვდება ორგანიზმში, აქტიურად მოქმედებს. ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ მუდმივად დაძაბულია. ამის შედეგად ვითარდება ქრონიკული დაღლილობა, უძილობა, დეპრესიული ფონი და ფსიქოსომატიური დაავადებები, გულის, კუჭის, ჰორმონალური პრობლემები, ფსიქოსომატურში უკვე გადასული. ეს ყველაფერი შეუმჩნეველი ქიმიური პროცესებია, რომლებიც გრძელვადიანი პერსპექტივით გვკლავენ. დამოკიდებულება მავნე ჩვევებზე, რომლებიც ესეთი თვითშენიღბულია, ნიღბით არის წარმოდგენილი ხშირ შემთხვევაში, სოციალური ქსელები, ადამიანებზე დამოკიდებულება, სიამოვნების მუდმივი ძიება,
ემოციული გადაჭარბება, შოპოგოლიკი, ტკბილეული, ალკოგოლიზმი და ასე შემდეგ. ეს არის სიამოვნების მუდმივი ძიება. ეს ჩვევები ისე გვინელებს შინაგან სიცოცხლეს, რომ აღარც ვეკითხებით საკუთარ თავს, ვინ ვარ მე, რატომ ვაკეთებ ამას. დაბრკოლებული თვითგამოხატვა, ადამიანი, რომელიც ვერ გამოხატავს თავს, თავშეკავებული ჩახშობილია და თავს იკავებს აზრების, ემოციების, შემოქმედების გამოხატვისგან, უბრალოდ ასე იქნება. შიგნიდან ნელა-ნელა ირღვევა, შლის თვითონ საკუთარ თავს. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იწვევს ფარულ ენერგეტიკულ მუხრუჭებს. ენერგეტიკული ბლოკები და ჩაკრების დაბლოკვა ხდება მაშინ, როდესაც ენერგია ვერ მოძრაობს თავისუფლად. ჩაკრები იბლოკება. მაგალითად, გულის დახშულია, გული დახშულია ტკივილის გამო რაღაც წარსულში, მომხდარი ტკივილის გამო, სიყვარულის ენერგია ვერ გადის. ანუ გულის ჩაკრა, ემოციური ჩაკრა დახშულია. ყელი ვერ ლაპარაკობს სიმართლეს, როდესაც ადამიანი არ ამბობს, ან არ უნდა თქვას რაღაცა და როდესაც ყელის ჩაკრა აქ ჩახშობილია. და მესამე და მთავარი, პირველი ფესვის ჩაკრა. არ ვართ მიწასთან კავშირში და გვაქვს უსაფრთხოების შიში. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ცვლის ჩვენს ესეთ პრიადას სიცოცხლის ძაფს. სადაფრიალებს არავინ არ იცის. მაგიტო ვამბობ მე ყოველთვის, რომ პირველი და აუცილებელი არის, რომ პირველი ჩაკრის გარშემო რაც კი არსებობს, ყველაფერი იყოს გამყარებული მიმღებლობა და შიშები გატანილი ჩვენი ცხოვრებიდან. შემდეგ მოდის კარმული წყაროები. ზოგჯერ ის რაც კლავს, მოდის წარსული რეინკარნაციებიდან, ან გვარის საგვარეულოს კარმიდან. გადაუხდელი ვალები, დაუმთავრებელი პროცესები, დანაშაულის გრძნობა, ან არასწორად გადალახული გამოცდები. როდესაც გგონია, რომ რაღაც უკვე იმ ყველაზე მარტივად გეტყვით, როდესაც რაღაც ტრაგედია ან რაღაც მოხდება ცხოვრებაში და გგონია, რომ всё, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს, მაგრამ ისევ მეორდება, შეიძლება იგივე წრეზე წახვიდეთ. ამას ქვია გადაულახავი გამოცდები. შემდეგ ყველასთვის საყვარელი ეგო და ილუზიები. ეგო ხშირად გვეუბნება, მე ვიცი რა მინდა, მაგრამ სინამდვილეში გონებრივი კონსტრუქციებია, რაც გვაშორებს ნამდვილ გზას. რაც მეტად ვიჯერებთ ტყუილს საკუთარ თავზე, მით მეტად ვცდილობთ სულიერ მოტივაციას. ეს სულიერი მოშლა ერთ-ერთი ყველაზე ღრმა მკვლელია ადამიანების შემთხვევაში. როდესაც ადამიანი არ უსმენს საკუთარ სულს და გადართულია ეგოს ყურის გდებაზე. ყველაფერი ის, რაც არ გკლავს მაშინვე, მაგრამ ეს შენ გაძლიერებს თუ უფრო უგრძნობს ხდის, ვინ იცის? ჩვენ გვჭირდება ნაკლები ის, რაც გვკლავს და ასევე ნაკლებად ისინი, ვინც გვკლავს. იმიტომ რომ ისედაც მკვლელები არიან. მკვლელები სხვისი ფაქისი სულების და კარგი იმპულსების. ასე რომ ვიყავით ჯანმრთელები, მიხედეთ საკუთარ სულს, მოусმინეთ საკუთარ სულს და შეეცადოთ, რომ განთავისუფლდეთ ნეგატივისგან. ისწავლოთ გაკვეთილები საკუთარი ცხოვრებიდან.